მე მგონია, რომ პროტესტის ბევრ მონაწილეში არც არის გაცნობიერებული მყარად თქვათ, რომ ისინი ებრძვიან საბჭოთა მემკვიდრეობას. ეს არის უფრო პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და არ უნდათ ამ სივრცის ნაწილი გახდნენ, მაგრამ დიდ სურათში ეს არის ბრძოლა თავისუფლებისათვის. ეს არის ბრძოლა ინდივიდუალური მეს შესანარჩუნებლად. ცნობიერად ყველა გრძნობს, რომ აქ მათი მიზანი, რეჟიმის მიზანი არის ააშენოს დიდი ციხე. და დიდი ციხე პრინციპში იყო საბჭოთა კავშირი. რატო დავრჩით იქ, ასე ვთქვათ, უფრო მხცოვანები? არ მქონდა არასდროს საბჭოთა თაობაზე მაღალი წარმოდგენა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ უფრო მყარად დავდექით, ხო? იქ ძალიან ბევრი ვართ, ვისაც გვაქვს საბჭოეთში ცხოვრების გამოცდილება. ვინც, ასე ვთქვათ, საკუთარ კანზე გვაქვს ეს გამოცდილი და აი ზურგის ტვინით ვგრძნობთ რა შეიძლება ამას მოყვეს. ახალგაზრდას უფრო რაღაც ჰეროიკული ქმედება უფრო იზიდავს და როდესაც მას პირდაპირ, ასე ვთქვათ, ურტყამდნენ, ის იყო აქტიურად ჩართული და ამიტომ მე ახალგაზრდისთვის ძალიან ძნელია რუტინის გაძლება.